მოგესალმებით ტკბილებო დილო მშვიდობისა. აბა როგორ ვართ, როგორ ბრძანდებით? ახლა მე გაჩვენებთ ჩემი შაქრის შემცვლელებს. იმ დღეს მთხოვეს რომ გაჩვენეო და რადგან მაშინ კატალონიაში და კალთაში და იმ წუთას ვერ ავდექი, ახლა გაჩვენებთ. ანუ ეს ჩვეულებრივი ასეთი სახის სუკრალოზები მაქვს. პატარაც მქონდა, თანსატარებელი როა ჩანთით. ეს მაქვს ახლა რომელიც ძალიან მომწონს. ესეც სუკრალოზა უბრალოდ სითხეა. და ეს ძალიან მომწონს ყავაში, უნალექოში და დღეს გავტესტა ვაბა ნალექიანში როგორია. და ეს სტევია, სტევიას ვიყენებ უკვე საჭმელში, ანუ გულისხმობ აი მაგალითად ახლა ხაჭას გავიკეთებ და მაგაში. ახლა ამოვიდოთ ეს პეპა. ეს ხაჭო არის, ну, აი მე არ ვიცი, ძალიან სუპერ დუპერ რაღაცა. რა ისეთია რა, გემრიელი, ნოყიერი და რა ვიცი. ყველანაირად კარგი. ხო. მოკლედ. ხაჭო. ეს არის 3.9%. Какие хоббинчики? Ара, чат смотря. Чай с витаминами какие-то. Вот хмостала, охмата бюджет, она а вот какие-то колосы. Да, просто ударба. რა შეზაქმე? რა? Банана თუღვა. წაშე თონა ქონდა. მწონი ბანანს მე ვჭამ, ამიტომ ამას ავიღე. ნახევარს. ბანი შემოდი შეგცილდება. Raiko! Pato tienes? Ahorita. Gushin გავაკეთებ ბევრი და ძლივ შევჭამე, ამიტომ დღეს მაგდენს არ გავაკეთებ. ეს სამპატრა ბანანი ყოფილა, ამიტომ თლიანს გავაკეთე. ევა, ტიტველი ხარ შემოდი. შეგცივდა, ნახე პიჟამები გაცვი.
ვანი შენ შემოდი, ვანი შენს არ გაწვიე ტანზე. კატას არ შესწირდება, იმ ხელა ბეწვი არ წვია. Era mogul da transmita mare. ახლა მოვიდოთ, შევწავლოთ მიკროფონზე. აგერ ой, ის დამავიწდა, კარიც. ცოტა თეოსიც უნდა. ძალიან მშრალია. იმენა ეს არის კეფიცები, კრემი. ძალიან მომეწონა. და ალბათ თეოსიც დავამატე ცოტა. ეს 100 გრამზე 91 კალორია. უი, ეს დამატებულია ქრისა. ლინა. როგორია გემოსე? მეცალკიდან გავსი. Uy, bella. Bella. Wow. Es la camarera, ხალხო. ეს დავაჩვენო. ჰამბურგერს. სელის მასწვლებით არიან. დღეს ნაკლები მინდოდა და მაინც ბევრი გამომივიდა. ამ ცოტა უნდა ჩათხელებული ყავდეს სქელი მასა. ხაჭოს ხაჭო რო ვუქენი, იმიტომ ხვალ ხაჭოს აღარ უზავ. პირდაპირ იოგურტს უზავ. აი. სტევია უნდა მაინც. Da. Aua, aia. Aine, teticote, darakaia.
როგორც კაი ტორტის ნაჭერი გამოიგეთ. ოღონ კაროზიდით არა. გემრიელობით. ვნახოთ თქვენი კომენტარები. აი მოგიტანს ახლა ანდრია. ამელა ძალიან კარგი აზრია და რა თქმა უნდა ვიქნები თანამონაწილე. ვაიმე რა კარგია. გუშინაც რამდენიმე კომენტარი ვნახე და ძალიან გამიხარდა. კარგი აზრია და ვფიქრობ ახალ წელს დააღდგომას იქნება შესანიშნავი. ამის მართალი ხარ ჯერბაზო მეორე აღდგომას, მართალი ხარ ახალ წელს დააღდგომას. ძალიან მაგარია, ძალიან. დავაკეთებ ცალკე ანგარიშს და დავდებ მაგას და მანდ ჩარიცხებ. აბსოლუტურად ყველაფერს დავდებ რა როგორ. რამდენი შეგროვდება. მე ერთი ან ორი ადამიანი უნდა დამეხმაროთ, რომ ვიყიდოთ ყველაფერი წავიღოთ. და განვახორციელოთ ეს საოცარი იდეა. ლელუ, კარგი აზრია ნინს იკეთეს, გავაკეთებთ ერთობლივი ძალები. რა კარგი გოგო ხარ ძვირფასო. ინგა საყვარელი ნინი. გოგო რომელიც ყველაფერს ახერხებს, მომიკითხე შენი შვილები, განსაკუთრებით ევა. დიდი მადლობა ძვირფასო. ყველაფრის მოხერხებაში რა გითხრა, მაგრამ ვცდილობ რაღაცებს. მიდღეია. ეს ონინი, здесь кидом, я думаю, великолепная идея. А я с России как могу тебе отправить? არ ვიცი, ვიბათ მართლა. გამგინარმა. მაია. ნინი ფრჩხილის ლაქის სახელი და ნომერი მითხარი რა? ამისი? ლაქი არა, ეს გელლაქია. გეტყვი მერე. ნახავდა. შავსვავ. ლია, მე ლია ვარ ფერაძე, დიდი ხანია აღარ მომიწერია, როგორ ხარ? სალამი ჩემო ძვირფასო. გელოცავ ყველა დღეს რაც გამოვტოვე და ვერ მოგილოცე, მინდა სულ წარმატებები გქონდეს ცხოვრებაში. მადლობა ძვირფასო შენს. ნინი, მე ამ პერიოდის განმავლობაში ვისწავლე მეიქაპ ატელიე სტუდიოს სკოლაში და გავხდი წარმატებული ვიზაჟისტი, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად ბევრს მუშაობ კიდევ და კიდევ წინ წასვლისთვის. ნინ მინდა ჩემს სალონში, რომელიც სახლის ტერიტორიაზე გავხსენ, დაგპატიჟო. გულთა სულ შეგირჩევ მაკიაჟს დაისვენებ თვალი, გადავლე ჩემ გვერდს. გლამჩატური თუ შენი სურვილი იქნება სიამოვნებით გიმასწრებ ჩემს მყუდრო გლამჩატრში. კარგი ჩემო საყვარელო, აუცილებლად Facebook-ზე ხო გვერდი? ვნახავ აუცილებლად და დიდი სიამოვნებით გეწვევი, გადავიღოთ ყველაფერი. ძალიან კარგი, ძალიან მიხარია, როცა ჩემი გოგოები რაღაც ახალს სწავლობენ, აკეთებენ, იწყებენ. თუ მე შემიძლია ამისი მონაწილე გავხდე, ჩემ ხალხს ეს გაუზიარო, ძალიან მაბედნიერებს, ამიტომ დიდი სიამოვნებით. კი და კი. შორენა. ახავან. კარგი აზრია, ხელი მოგიმართოს
უფალმა დაგლოცოს. ნინ კი მივიღებ ძალიან მიხარია, როცა სხვებს ვახარებ, საყვარლის ხარ და ძალიან ჭეშმარიტად ვსჯელობ. ნინი შენ ისე მხურვალედ უძლიერესად და უდიდესად სისიყვარულით ახსნებ ბლანკს, რომ მას ყოველჯერზე აცოცხლებ. ჩვენ თვალში შენ ბედნიერი უნდა იყო, რომ შენი ამ ყოველჯერზე გახსენებით ცოცხალია ის. ხო, არა ამ ქვეყნად ხილულად არამედ აქვე ჩვენთან ახლოს, სულ ახლოს უხილავ განცომილებაში მიყვარხარ. მადლობა ძვირფასო. მეც ძალიან მიყვარხარ. მადლობა ეს სიტყვებისთვის. ხათუნა, ქველმოქმედების თემა კარგი იდეაა. შენ გვერდით ვარ შეძლების დაგვარად მართალია, სანამ ცოცხლები ვართ, ჩვენი ახლობელი წასული ადამიანები ცოცხლები იქნებიან. თოკო ცოტა დაუწიერა იმას. ჩვენს გულებში საშინელად არ მიყვარს საფლავზე გასვლა, ეს ყველაფერი მან ადგურებს, ასე მგონია სხვაგანაა წასული და აუცილებლად შევხვდებით, როცა ღმერთი ინებებს ნათელი შენი მეგობრის სულს. მე კიდე ასეთი განცდა მაქვს ბებიაზე და პაპაზე, რომ აი ლაგოდეხში არიან. და ამიტომ ძალიან მიჭირს ლაგოდეხში ჩამოსვლა. იმიტომ რომ მანდ ვეჯახები იმ სიმართლეს, რომ ისინი სასაფლაოზე არიან. და ცოცხლები არ არიან. რაც შეეხება ციკლის თემას, მე თავის ტკივილი წელის მუცლის და შინაგანი გაღიზიანების მეწყება ხოლმე ახლა მაგ სტადიაში ვარ მეც. არა კივი კანიანად არ ჭამო, ნინი პირშილ წვან გარს გაგიღიზიანებს, არ ჭამენ კივს კანიანად, რა ვიცი თუ გინდა გასინჯე. ევა სიხარულო. ხო, აი ძალიან მაინტერესებს, იმიტომ ძალიან ბევრი ვიდეო შემხვდა, რომ ასე ჭამენ და უფრო მეტი უჯრედია სასარგებლო. ოღონ ბუსუსებს აცლიან რეცხვის დროს. ევა დასვი რა გთხოვდე და ხო ხედავ როგორ კნავის. რა ვაბნებ მესწინს. ქრისტინა რა საყვარელები არიან ნინიო. ცისი საუკეთესო ხარნი, მადლობა ჩემო საყვარელო. კარგი გადაწყვეტილება მართლაცო ირმავ. ნათელა იკეას ყველანაირი ზომის თეფშები და თასი ვიყიდე თითო 50 ცენტად გერმანიაში და იქენ ვათრიეო ღირდა. 50 ცენტი ღმერთო. მე კიდე ეს ფასიც გამიხარდა აქ. მარი, ნინი ლამაზო შენ კარგი ადამიანი ხარ გიყვებ ყოველთვის ყველაფერი კარგი გოგო ხარ. მადლობა ძვირფასო. სოფოხშია დრო დაბანო ბონი სპეციალური წყლის საწინააღმდეგო საშუალებით და თან წმინდა სავარცხლო ჩამოვარცხნო იქნებ მასე მოაშრო. ვერა, იმიტომ რომ კატასაც უნდა მოშორდეს და კატას კიდე ისეთი ბეწვი აქვს, რომ რავი, ამას რა მოაშორებს არ ვიცი. ანუ ორივე უნდა გასუფთავდეს. დარი აზრი არ აქვს. ნინიკო რამოდენიმეჯერ დაგიწერე ნინი კომენტარი. ყველა ვიდეოზე ვერ ვახერხებ. კარგად ვარ ღმერთის წყალობით ზაღლი რომ მოვიყვანე მაგით დაგიწერე. ნეტა ვიცოდე როგორ შემიყვარდა ჩემი პატარა ბიბი, ვაი მე როგორი კარგია რომ შეგიყვარდა ძვირფასო. მიხარია ძალიან. ცხოველებს სანდი სიხარული მოაქვთ. ევა. One love. მეც კი კვიდის პარკთან მცხოვრებ. მგონი ერთ ქუჩაზე ვართ უბრალოდ მე ახლა გადმოვედი დეიდა ჩემთან. ეს ვინ არისო ბოთე საყვარელები ხართ. გაგვეპაზნე კომილის. ეს დიდი ხნის წინ იყო. საერთო სანაცნობო წრეში შევხვდით სრულიად შემთხვევით. მაშინ როცა საერთოდ არანაირ ურთიერთობის დაწყებას და საერთოდ არანაირ არაფერს რა იყო? არ ვფიქრობდი. ამოხდა? უციცი. აგილოცავთ ნიშანზე ძალიან მომეწონა. ხელის და ბოსნეულის შესაყრელი აქცია ქონდა ნიმ. რა ღირდა საყვარელია ძალიან. 18 ლარი ღირდა ძვირფასო აქციაში. დაგიწერ კიდე. ისე 44. ისე 44 ღირს და ახლა ღირდა 18. ლელო მიყვარხარ ნინი.
ესე იგი გოგოებო ვაკეთებ ანგარიშს და ვიწყებთ აგროვებას და მომხმარეთ ბავშვთა სახლის მოძიებაში. აქ ჩვენთან ჩვენ ტერიტორიაზე იქნება. სად უნდა მოვძებნო? რავი, Google-ში ჩავწერ. ირმა გილოსავ საყვარელო მშვიდობაში მოიხმარე, მადლობა ძვირფასო. ლელა ევა ისეთი ბავშვი ხარ, სულ რომ უნდა ეფერო და კოცნო მიყვარხარ. ინგა ყველაფერი გიხდება. ვაიმე, მადლობა. მანანა მშვიდობაში მოიხმარე, დიდი მადლობა. ხათუნა მე არ ვიცოდი სახლი რომ აღარ ქონდათ, ხო, აღარ გვაქვს. რამდენი ხანია? კილალის გარდაცვალება მეხევით იყო ყველასთვის, ზუსტად ჩემი სათქმელი თქვი ყოველ ჯერზე საფლავზე გასვლისა შენ დედიკოს საფლავი ხდება გზად უბრალოდ არ გიწერდი ხოლმე ვიცი რა მტკივნეულია შენთვის. აუცილებლად გიყიდოს სახლის შენი ოცნების 26 ნოემბერს აქვს იუბილე მამას. 26 ნოემბერს. რამდენი წლის გახდებოდა? მამა ჩემს აქვს 29 ნოემბერს. ოღონდ მამა ჩემი ცოცხალია, მაგრამ ჩემთვის არ. ჩემთვის არ არის. ხო, აი დაჟე ოცნების სახლიც არ მინდა. აი უბრალოდ რამე, რომ გასაჩერებელი მქონდეს. აი ჩამოვიდე ჩემი შვილებით და მაგალითად 10 დღე დავრჩე ზაფხულში. ან თუნდაც ერთი თვე, რა ვიცი, ანუ რამე. მარინი ჩეკმა რა ღირდაო? 120 ღირდა და 115-ად მომცა. როზეტა, როგორ ხარ? კარგად ძირფასო, შენ როგორ ხარ? მომაკლდი თვალში. ნათია, ნინი, ტესტის ფასი რა არის? 29 დოლარი, ახლა რა ტესტზე მეკითხება? вообще არ მახსოვს რაზე ვსაუბრობდით 11 ნოემბრის დილის ლოგიო. вообще არ მახსოვს რაზე საუბარი. 29 დოლარი. ციცი არაფერი ასაკი შენ არ გაქვს შეიძლება გაგიცივდა და მაგიტომ გაწუხებს რიოტონის მაზი დაიზილა და გაგივლის. არა, ციკლის წინ მაქვს ხოლმე ძვირფასო ასაკი. ციცი, ფენიერ დღე ქონოდეთ ჩემო ძვირფასებო, მე არ ვიცი ვირუსია თუ რა არის, სიცხე მაქვს და თავი მისკრება და იწყება ვირუსები. ხო, ძალიან ცუდი ვირუსები დადის. ანდრია შეუბრუნა და რა ვიცი. ძლივს მორჩა, ვაიმე, ვეღარ ჩადის ხალხო ნახეთ. ნინი კომისატოლში გავიზარდე. მე წავიდა საბერძნეთში 15 წელი იქ იყო. 13 წლის ჩამოსული იყო საქართველოში დიდი ხვედნის მერე ჩამოვიდა. და აქ სიტუაციას ვერ შეეგუა, იძახდა გამოშვეს, აქ ვერ ვიცოცხლებო. არა და ასაკიც ჰქონდა და თან დიდი მონატრება ჰქონდა ოჯახს. სულ მეფიქრება, რომ არ დაგვეძალებია ჩამოსვლა, ან გაგვეშვა, კიდევ იქნებ არ დამართნო და ეს დაემართა. ეს ფიქრები მტანჯავს ძალიან, ვაიმე რა ძნელია. გულზე დამაწვა, აი ამიტომ სულ მაგას ვეუბნები ჩემ თავს, რომ შეძელი ადამიანების გაშვება. ანუ გულისხმობ, როცა რაღაცა უნდათ, რაც შენ არ გესმის, ან შენს იმას არ შეესაბამება. ну ხა მე არ ვამბობ რომ ეს კლდეზე გადასავარდნოდან რაღაცა და მესმის თქვენზე ხა ასაკში იყო ადამიანი გინდოდათ რომ ოჯახში ყოფილიყო. ბევრს საერთოდ არ უნდა ხოლმე სულაც ნუ ჩამოსულაო. და თქვენ ექსი ყვავილთ გააკეთეთ. და მაგ დროს უფრო იტანჯებით, თორე ვისაც ფეხებზე კიდია ის არც იტანჯება. ამიტომ ძალიან კარგად მესმის თქვენი. ყველასი და შენი განსაკუთრებით არ იტარდო ძვირფასო მასეც რომ იყოს დამიჯერო საერთოდ არ ენდომებოდა რომ შენ მაგის გამო იტანჯო. ასე რომ ეცადე. ვიცი რომ თქმა ადვილია, ქმნა ძნელი, მაგრამ მაინც.
ერთი წამი აქ რაღაცა ხდება და უნდა ვნახო ჩატში. ძალიან სერიოზული ხდება რაღაცა. Der Schelle, muss schon bleiben. Spalti sezoni გაიქცა. ლოკავს. ნილოკას აპირსიბანს და? პირსიბანს ესე. ნახე, ესე კატები პირსიბანენ. შემხედე კატუნა. კატუნა. ой, მე რა ლამაზი კატუნა ყავს ღმერთო. ნახე. ნახეთ. ევი, დაგვანახე კამერაში კატა. გამოიცი? აი. აი, მე დედა. კიდე აზერ კიკვიძის პარკში შადრევანთან გნახე, მაგრამ მომერი და მოსლა. აი, ახლა თუ ვნახავ არ მოგერიდოს, აუცილებლად მოდი ძვირფასო. დედა, კიდე გაიზრდა. კიდე გაიზრდება, დე, ჯერ პაწაწინა ფისოა. ვიმე დედა, რატო ესეთი ბუნძღა? ოხე, და თათები რა მსიგანეა? ბუნძღი, ბუნძღი. გადადე. What? კატა არის ბუნძღი. ჩვენი კატა არის ბუნძღი. ასაფო, მიწისხილი აეროგრუსში რამდენ გრადუსზე და რამდენ წუთს აძლევდა კიდევ მაინტერესებს სტევიას რომ ხმარობ არ აქვს წარე გემო თუ არ აქვს იქნებ მაჩვენო რომელია. სტევიაზე მიპასუხე უკვე ვნახე ვიდეოში მადლობაო. ეხლა რაც შეხება წარე გემოზე გეტყვი, სასმელებში ვერ ვუკეთებ აქ გემო რომელიც არ მომწონს. აი მაგალითად ეხა ხაჭოსთან ვაფშე არა. ანუ ჩემთვის არ აქვს მომწარო გემო, ანუ რავი შვენივრად ჭამდა, რომ ეს არ მაძლევს ხო ხდები შემდგომ გემოს. ასევე გამომცხარებშიც არა. მაგრამ ამაში აი სითხე რო გაჩვენეთ იმას ვისხავ, ამაში სტევიას ვერ ხმარობ. ძალიან მიყვარს ადამიანები, როცა ვიდეოებს უყურებენ ბოლომდე, იმიტომ რომ მე ვარ ეგეთი მაყურებელი. ეს стевия у многих здоровых людей вызвало сахарный диабет. Понятно, что она считается натуральным, но все же не полезно. Ну, это неправда. Вообще. Ну, ყველანაირი კვლევებით და იმებით там მტკიცებული რომ პირიქით დიაბეტიკებისთვის არის კარგი და ანუ ეგენი არის რაღაც ხმები, რომელსაც ავრცელებენ, ანუ ჩამრთელ ადამიანს შაქრის შემცვლელი დიაბეტს ვერ დამართებს. ანუ ეგ არ არსებობს. შეიძლება იმ ადამიანს ქონდა დიაბეტი და არ იცოდა. და უბრალოდ მერე გაიგო, რაც სტევიას მოხმარება დაიწყო, თორე ანუ ადამიანს დიაბეტი არ ქონდეს და შაქრის შემცველობა და თან ბუნებრივმა დამართოს, ну, ეგეთი რაღაცა არ არსებობს. ინგამეს მარჯვენა უფრო მომეწონა ბედნიერებაში ნინი. ეს გუშინად შემხვდა, ხო? ანუ იქამდე ჩავედი, სადაც გუშინდელზე, თუ არა? მე რა კარგაგეცა. ხო, ჩავედი. დიდი მადლობა მოკრევთ ჩემო ძვირფასებო, რომ მიყურებთ, რომ მაკომენტარებთ, ჩემთან რო ხართ, ძალიან მიყვარხართ. დღეს გავაკეთებ ანგარიშის ნომერს და დაგიწერთ. თუ პირდაპირ მაგანეგარიშის ნომერზე ჩაიცხავთ, ძალიან კარგი იქნება. თუ პირადი ნომრით ჩაიცხავთ, არა უშავს გადავიტან, მაგრამ პრინციპში მირჩენია. ხო, ილოკავს პირსიბას. ეხათ მას დავივარცხნით, დავარცხნიები ტუნის. ხო და მოკლედ დაიწყო ჩვენი დღე, ამას ვეღარ ვჭამ. პატარა ყველს მოვიჭრე და მაგას შევჭამ.